ქართულმა ოცნებამ კვლავ გადადგა ანტიეროვნული ნაბიჯი და ჩამოართვა სახელმწიფო უნივერსიტეტების პროგრამების უმრავლესობა. მათ შორის ილიაონსაც, რაც ფაქტობრივად ყველა მათგანის დახურვას ნიშნავს. ამ გადაწყვეტილებით საფრთხე ემუქრება უნივერსიტეტების ღირებულებას, იდენტობას და ილიასეულ თავისუფლებისადმი სწრაფვის იდეას, რომელიც დღეს ათასობით კურსდამთავრებულს აერთიანებს. ერა, სადაც განსხვავებული აზრი იქნება, სადაც ფინანს ენაზე არ დაილაპარაკებს, ხო? საქართველოს განათლების სისტემისთვის ერთი უშველებელი კრახი იქნება ეს ამბავი, დამანგრეველი რაღაცა იქნება და არა მარტო საქართველოს განათლების სისტემისთვის, არამედ მომავლისთვის და მთლიანად როგორც სახელმწიფოსთვის ეს იქნება საშინელი დარტყმა. რაც გვითხრეს, იმითი ფაქტობრივად დაანონსეს ის, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უქმდება, ხო? იმიტომ რომ მისგან რჩება მხოლოდ ერთი სკოლა, განათლების მეცნიერებათა სკოლა, მაშინ როდესაც არის 4 სკოლა წარმოდგენილი და შესაბამისად მხოლოდ აბეთ აკრედიტაციის მქონე STEM პროგრამები. ეს ნიშნავს ფაქტობრივად აი ქართული მეცნიერების სადღაც მე-20 საუკუნის 60-იან წლებში გადასროლას. აი ესეთი ფრაგმენტაცია უნივერსიტეტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის, რომელშიც ვერასდროს ვერ შეიქმნება ახალი ცოდნა, რომელიც ვერასდროს კვლევების თვალსაზრისით საერთაშორისო რეიტინგში ვერ მოხვდება, თუნდაც არათუ მოწინავე ადგილზე, არამედ საერთოდ შეიძლება ვერც მოხდეს, იმიტომ რომ ამ საერთაშორისო რეიტინგებში მოხვედრის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის ასევე ინტერნაციონალიზაცია. ანუ ის თუ რამდენად არის შენი ინსტიტუცია მიმზიდველი საერთაშორისო სტუდენტებისათვის. და თუ კი სახელმწიფო უნივერსიტეტების საერთაშორისო სტუდენტებს ვეღარ მიიღებენ, ცხადია რომ მათ ამ მიმართულებით ძალიან დიდი დარტყმა ექნებათ იმთავითვე, არა? Asta a fost avut și Saoalina Turidă. A fost și Saoalina Turidă.